მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს ვიდეო იქნება ამ კვირის სალქილდი გამროტის ქარდის ბეტინგ განხილვა. სანამ უშუალოდ ჩხუბებზე დავიწყებ ლაპარაკს, მინდა ორი სიტყვით შევეხო ამბავს, რაც მოხდა 2 დღის წინ. ვიცი რომ ბევრი MMA ენთუზიასტი მიყურებდა. გაიგებთ ალბათ ახალ ამბავს, ალან ნასიმენტო 34 წლის ასაკში გარდაიცვალა UFC flyweight-ი, რაც რა თქმა უნდა ძალიან დასანანია. 2019 წლიდან იყო UFC-ში და საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა აწყობილი. თან ახალგაზრდა იყო, 34 წლის იყო. თავის სახლში იპოვეს გარდაცვლილი, როგორც ჩანს, გულის შეტევა დაემართა, მაშინ როცა ეძინა და შემდეგ მეორე დღეს ასეთ მდგომარეობაში იპოვეს. ყოველთვის ძალიან დასაფიქრებელია ხოლმე ჩემთვის ესეთ ამბებს რო ვიგებ. ყოველ დღე უნდა შევეცადოთ, რომ ამ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მივიღოთ და გავილამაზოთ ჩვენი ცხოვრება პირველ რიგში ჩვენი თავებისთვის და შემდეგ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. თორე ხვალ რა იქნება მართლა არავინ არ იცის. აგერ 34 წლის პროფესიონალი მებრძოლი ხარივით ჯამთელი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიძინა და მეორე დღეს ვეღარ გაიღვიძა. ნათელში იყოს მისი სული, მართლა დიდი დანაკლისია MMA-ისთვის მისი გარდაცვალება, უსამძიმრებ მთელ შუტებოქს და ყველას გისურვებ ჯამთელობას. გადავიდეთ ახლა და დავიწყოთ ვიდეო. შეგახსენებთ ვიდეოს დასაწყისშივე რომ დაალაიქეთ ვიდეო, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები რომ დავაჰაიპოთ ვიდეო და უფრო გავიზარდოთ. უნდა დავიწყოთ ლაპარაკი ჯერ ჩვენ წინა ქარდზე. წარუმატებელი ქარდი იყო სამწუხაროდ. 4 კვირიანი სტრიკი ჩავარდა, არ წამოვიდა ბილეთები, ფიქები, რაც მქონდა გაკეთებული, უბრალო პროგნოზები. 14 ჩხუბიდან 12 წამოვიდა, მაგრამ აი ის ზუსტად ის 2 ჩხუბი, რაც არ წამოვიდა, ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბები იყო ჩემი ბილეთებისთვის. ეს 2 ჩხუბი იყო ლუდოვიტ კლეინი და ლასტოჩეპო. აშკარად კლეინი ოპერაციის შემდეგ აღარ გამოიყურება ისე როგორც ადრე გამოიყურებოდა, ძალიან ცუდი ჩხუბი ჩაატარა, ნაღდად არ მოველოდი ტოფიკ მუსაევი თუ ესე აჯობებდა მას და თან დააფინიშებდა. კლეინის მოგება მქონდა აღებული რამდენიმე ბილეთში და ამან გამიფუჭა და მეორე ლასტოჩეპო ამოუჩიეს ყველაზე ცუდი მებრძოლი როსტერიდან, აჩხუბეს და მაგასთანაც წააგო პირველი რაუნდის ნოკაუტით. ვიცოდი რომ ეგრე ჩხუბობდა და ზუსტად ის გააკეთა, რასაც აკეთებს ხოლმე, თუმცა ესეთი სუსტი თუ იყო, ნახდად ვერ ვიფიქრებდი. მართალია ბრძოლის დღეს კარგად რო დაუფიქრდი, არ იყო კაიბეთი. სანამ ჩხუბი დაიწყებოდა, უკვე ცალი თვალით უყურებდი ლასტოჩეპოს, უკვე ვიცოდი რომ დიდი შანსი იყო რომ წააგებდა, ასე რომ მისი წაგება ისე იმდენად არ მწყენია, ვიდრე კლეინის იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი. განახებთ ახლა უცებ 6 ბილეთი მქონდა, 6-ვე წავაგე და მაინც ცოტა მოვქაჩე ბრძოლის დღეს მივამატე 3 ბილეთი და ეს 3 ბილეთი წამოვიდა საბოლოო ჯამში ძალიან დიდ მინუსში არ გავსულვარ. პირველი იყო 4-0 კოეფიციენტი, პირველი პოზიცია ლასტოჩეპოს პირველ-მეორე რაუნდში გამარჯვება, რა თქმა უნდა არ წამოვიდა და მეორე პოზიცია იყო ნავაჰო სტირლინგის მესამე რაუნდიან დესიჟენი. ესეც ერთ-ერთი პოზიცია იყო ისეთი, რომელიც ბევრ ბილეთში მქონდა და ბევრგან გამიფუჭა ბილეთი. ფიქრობდი რომ სტირლინგი დესიჟენით მოიგებდა, არ მეგონა ნაღდად ესე ადვილად თუ დააფინიშებდა იან ბლაჰოვიჩს. ესეთი ცუდი ჩხუბი იან ბლაჰოვიჩს წლებია არ ჩხუბია. დიდი ალბათობით შეეტყო თავისი მასაგი და ნელა უკან წავა. გაფუჭდა ეს პოზიცია და მესამე წამოვიდა აქ, რაც იყო უროს მედიჩის პირველი მეორე რაუნდის ფინიში. პირველი რაუნდში დააფინიშა მედიჩმა თავისი მეტოქე. შემდეგი ბილეთი ეს იყო წინა ბილეთის ცოტა გათამამებული ვერსია. ლასტოჩეპოს პირველი რაუნდის ნოკაუტი, ნავაჰო სტირლინგის იგივე მესამე რაუნდიან დესიჟენი და უროს მედიჩის პირველი რაუნდის ნოკაუტი. მედიჩის ნოკაუტი წამოვიდა მარტო აქ და მედიჩი საერთოდ ისეთი პოზიცია იყო ამ ქარდზე, მედიჩის პირველი რაუნდის ნოკაუტი, რასაც ყველაზე მეტად ვენდობოდი. მესამე ბილეთი, რაც ჰქონდა, იყო მაიკლ ოლივეირას ნოკაუტი, პირველი პოზიცია, ძალიან კაი პოზიცია ეს, უადვილესად პირველ რაუნდში მაიკლ ოლივეირამ გამოაჩინა, რომ legit fighter-ია და დიდი მომავალი აქვს UFC-ში. ლუდოვიტ კლეინის ნოკაუტიან დესიჟენი, გააფუჭა კლეინმა ეს ბილეთი და მესამე პოზიცია იყო ლასტოჩეპო გილბერტ ურბინას ჩუბში, რომ უბრალოდ ნოკაუტით მორჩებოდა, ჩხუბი არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან. გილბერტ ურბინამ მოიგო ნოკაუტით პირველივე რაუნდში, წამოვიდა ეს 1.33 კოეფიციენტი და ბოლო პოზიცია
ურუს მედიჩის პირველი მეორე რაუნდის ფინიში ესეც წამოვიდა 4-95 კოეფიციენტი იყო. შემდეგ ბილეთი აქაც მაიკლ ოლივეირას ნოკაუტი პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია ლუდოვიტ კლეინის ნოკაუტიან დესიჟენი და მესამე ლასტონ ჩეპოს პირველი რაუნდის ნოკაუტი. მეხუთე ბილეთი აქაც მაიკლ ოლივეირას ნოკაუტი, ლუდოვიტ კლეინის ნოკაუტიან დესიჟენი, როგორც გითხარით, მძიმედ ვიყავი დამოკიდებული ლუდოვიტ კლეინზე და მესამე პოზიცია ურუს მედიჩის პირველი რაუნდის ნოკაუტი. მეექვსე ბილეთი მაიკლ ოლივეირას ნოკაუტი, ისევ და ისევ ლუდოვიტ კლეინის ნოკაუტიან დესიჟენი, ისევ და ისევ ლასტო ჩეპოს ჯგუფში ნოკაუტით რომ მორჩებოდა ეს წამოვიდა. ნაო ჰოსტილინგის მესამე რაუნდიან დესიჟენი, ეს არ წამოვიდა და ბოლოს ურუს მედიჩი დანიელ როდრიგეზის ჯგუფში რომ ნოკაუტით დასრულდებოდა ჯგუფი, ესეც წამოვიდა. ეს იყო ის 6 ბილეთი. ეხლა კი გადავალ ცოტა დადებითზე და განახებთ იმ 3 ბილეთს, რაც გავამწვანე. პირველი იყო 5.13 კოეფიციენტი. აქ მქონდა აღებული ნიკოლიჩი ვოლოგდინის ჯგუფში, რომ მესამე რაუნდი დაიწყებოდა. ეს იყო იმ ორი ჯგუფიდან ერთ-ერთი ამ ქარდზე, რომელიც მესამე რაუნდამდე მივიდა. დესიჟენით მოჩა ეს ჯგუფი და გამწვანდა ეს პოზიცია 1.57. მეორე პოზიცია იყო მაიკლ ოლივეირას პირველი რაუნდის ნოკაუტი 3.27 მაგრესი კოეფიციენტი, ძალიან ნანობ ეს კოეფიციენტი ბევრგან რო არ ავიღე და რამე კიდე სხვა რო არ გავამწვანე ამით, იმიტომ რომ მართლა ძალიან ფიქრობდი ყველაზე მეტად მაიკლ ოლივეირას პირველ რაუნდს და ურუს მედიჩის პირველ რაუნდის ნოკაუტს ფიქრობდი. არ ვიცი რატო არ დავდე, არა და ნაფიქრალი მქონდა აშკარად ამაზე. მოკლედ 5.13 კოეფიციენტი ეს წამოვიდა. შემდეგი ბილეთი იყო ეს ხო წინა კვირის ბილეთი მაგომედ ანკალაევი ბოგდან გუსკოვის ჯგუფში, სანამ დაიწყებოდა იქ ჯგუფი რო დავწერე. ანკალაევის მეხუთე რაუნდიან დესიჟენი, ეს ხო წამოვიდა, მე რებეცკი და სტილინგი მყავდა მიმატებული. ორივე წამოვიდა და გამწვანდა ეს ბილეთი. და ბოლოს აი სანამ დაიწყებოდა მედიჩის ჯგუფი, ისე მთავრდებოდა ეს კარდი, რომ საერთოდ მედიჩზე ვერაფერს ვერ ვიგებდი არა და ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველ რაუნდშივე თავიდანვე დააფინიშებდა, ამიტომ ავდექი და შევაგდე მედიჩის პირველი რაუნდის ნოკაუტზე 2.23-ზე და ესეც გავამწვანე. წინა კვირას გითხარით, რომ ეგ კარდი დიდად არ მომწონდა ბეტინგისთვის, მაგალითად ისე როგორც იმის წინა კვირა იყო. შევეცადე სამწუხაროდ არ გამომივიდა ბილეთების გამწვანება, თუმცა ფიქრობ ცოტა უფრო ჭკვიანურად რომ მივდგარიყავი, ამ კარდიდანაც გავამწვანებდი ბევრ ბილეთს. ამ კვირის ვეგასის კარდისთვისაც მაქვს რა თქმა უნდა ბილეთები. არ მომწონს არც ეს კარდი დიდად, მაგრამ ფიქრობ არის ისეთი პოზიციები და ისეთი ჯგუფები, რისი აღებაც შეიძლება. მოკლედ მაქვს ბილეთები, მივყვები ახლა და ვილაპარაკებ იმ ჯგუფებზე და იმ პოზიციებზე, რაც განსაკუთრებით მომწონს. თუ პირადად ჩემი ბილეთები გაინტერესებთ ერთ-ერთი, შეგიძლია შემოაგდოთ დონაცია, ქისაჯის ლინკი არის აღწერაში და როცა დამიდონატებთ, მიუთითეთ თქვენი მეილი და ჩაგიგდებთ ჩემ პირად ბილეთებს. გადავწყვიტე და ვფიქრობ, რომ გავაკეთო რაღაც პატარა პლატფორმასავით, ავღრიცხო ასე ვთქვათ ჩემი ბილეთები, მინდა რომ ყოველი კვირის ბილეთები, რასაც გავაკეთებ და რასაც თქვენ გაჩვენებთ, მინდა რომ ჩავინიშნო ასე ვთქვათ და ყოველი კვირისთვის რა გამწვანდა და რა არ წამოვიდა, რომ შევინახო. დავიწყებ ამ წინა კვირებიდან, სადამდეც მაქვს წვდომა რომ ვნახო ჩემი ბილეთები ყოველი კვირისთვის რა როგორ მქონდა, რომ ამოვიღო იქიდან სკრინები და ამ რაღაც პლატფორმაზე დავდო და მივყვები იქამდე, სადამდეც წავალ. არ ვაპირებ მე გაჩერებას, ყოველ კვირას მაინც სულ ბეთაობ და ვთქვათ, აი ვიღაცას თუ მოუნდება, რომ ასე ვთქვათ, შეიძინოს ჩემი ბილეთები მომავალში, ექნება საშუალება, რომ გადახედოს ყველა წინა იმ კვირას, თვითონვე შეხედოს და ნახოს, რამდენად კარგად მაქვს ბილეთები გამწვანებული და ზუსტად ანუ რა თანხები მაქვს განთავსებული, რა თანხები მაქვს მოგებული და წაგებული, მოკლედ თვითონვე შეხედოს და მხოლოდ იმის შემდეგ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა გადაიხადოს ფული ჩემ დონაციებში. უკვე შემომდის დონაციები, წინა კვირას საერთოდ ყველაზე მეტი დონაცია მქონდა და მინდა რომ ხალხისთვის მაქსიმალურად legit პიროვნება ვიყო და არავის არ ეგონოს, რომ რაღაცეებს ვიგონებ. ეს პლატფორმა კი ზუსტად ამაში დამეხმარება. ყველას ეცოდინება რა როგორ მაქვს გაკეთებული და ვიღაც მატყუ არა სკამერი არ ვეგონები. არ ვიცი ჯერჯერობით რა პლატფორმაზე რანაირად შეიძლება ამის გაკეთება, ამ იდეის სისრულეში მოყვანა, რაც მე მაქვს. ვიპოვე აუცილებლად რაღაც გზას
და გავაკეთებ ამას. გადავიდეთ ახლა უშუალოდ UFC Vegas-ის კარზე. მივყვები მოკლედ თავიდან და გეტყვით მხოლოდ იმ ჩხუბებს და პოზიციებს, რაც პირადად მე მომწონს ამ კარდიდან და პირადად მე მაქვს აღებული ბილეთებში. პირველი ჩხუბი არის Manuel Sousa Rich Mirandas წინააღმდეგ. როცა პრედიქშენების ვიდეო ჩავწერე, ვთქვი რომ შეიძლება თანაბარი ჩხუბი იყოს თუ პირველივე რაუნდში არ გათიშა Sousam, თუმცა ეხლა ცოტა შემეცვალა აზრი, ვფიქრობ რომ Sousa უკეთესი არა. ამ წონაში იმენა ასასინია Sousa, მგონია რომ მოუგებს Mirandas მოკლედ. ფიქი კი Sousa მქონდა, მაგრამ ვთქვი რომ ახლო ჩხუბი იქნებოდა. ეხლა მგონია რომ Sousa გადაულის Mirandas, ვფიქრობ პირველ რაუნდში ძალიან დიდი შანსია რომ დააფინიშოს, უმციმესი ხელები აქვს და ვფიქრობ რომ რაღაცას გაარტყავს და გათიშავს. ან კიდე არ გამოუიცხავ მესამე რაუნდის ფინიში რომ აიღოს კიდე ზედიზედ მესამე ჯერ. აქვს ამ კაცს მაგის ძალაც მესამე რაუნდში რომ გააგოროს თავისი მეტოქე. Rich Miranda ძირითადად მოჭიდავეა, აუცილებლად ტეიქდაუნებს შეეცდება, თუმცა აქვს ground skill-ები Sousas. არ მგონია რომ Miranda-მ ძირს ის გააჩეროს, დგომში წამოდგებიან და დგომში Sousa ბევრად უკეთესია, ბევრად ძლიერია და ბევრად სწრაფია. ამიტომ Sousas უბრალო გამარჯვება 1.35 ვფიქრობ შეიძლება ბილეთში აღება. განსაკუთრებით რაც მომწონს არის Sousas ნოკაუტიან decision-ი, ამით ცოტა ეზრდება კოეფიციენტი და 1.51-მდე ადის, ესეც მომწონს. და ყველაზე კარგი პოზიცია ჩემთვის ამ ჩუბში არის Manuel Sousas გამარჯვება ნოკაუტით 2.70 კოეფიციენტი. გადავედით შემდეგ ჩუბზე, Juliana Milleri, Ravena Oliveira, ქალების ჩუბი, საკმაოდ დაბალი დონის ჩუბი, Ravena Oliveira საერთოდ არ არის UFC-ს დონის მებრძოლი, აქვს ნაჩხუბარი UFC-ს გარეთ ძალიან დაბალი დონის მებრძოლებთან და რაც UFC-ს შემოვიდა, აგერ ხედავთ რომ საერთოდ წარმატება არ აქვს, ყველა ჩუბი წაგებული აქვს. Juliana Millers რაც შეეხება, Juliana Millers ბევრად უკეთეს მებრძოლებთან აქვს ნაჩხუბარი და ვისთანაც აქვს წაგებული, ისინი Oliveira-ს პირველივე რაუნდში გადაულიდნენ საერთოდ ყველა. Milleri არის ბევრად უკეთესი მებრძოლი რა, ground game-ში იმხელა გაპია, იმდენად უკეთესია Milleri ძირს Oliveira-ზე. ვფიქრობ რომ პირველივე შემთხვევაში როცა მიწაზე გადავა ჩხუბი, მაშინვე დაუსრულებს Milleri ჩხუბს Ravena Oliveira-ს, ვფიქრობ submission-ით მოუგებს. და Juliana Milleris submission ამ ჩხუბში აქვს 2.40, რაც მშვენიერი კოეფიციენტია და ვფიქრობ რომ წამოვა. შემდეგ ჩხუბი Diar Nurgojai, Bruno Lopez-ის წინააღმდეგ. როგორც თქვი, ეს ჩხუბი სტილისტიკური დაპირისპირებაა გრეპლერის, სტრაიკერის წინააღმდეგ. Diar Nurgojai რაც დაიწყო თავის კარიერა UFC-ში აჩვენა, რომ ძალიან დაბალი დონის ground game-ი აქვს, თუმცა წინა ჩხუბში აჩქარად გამოჩნდა, რომ განვითარებულია ამ მხრივ და takedown defense-იც უფრო განვითარებული აქვს. ვფიქრობ ამ ჩხუბში Bruno Lopez-ის წინააღმდეგ მოახერხებს და დაიცავს თავს takedown-ებისგან, დგომში დატოვებს ჩხუბს და დარჩება გამარჯვებული. მომწონს Diar Nurgojai-ის უბრალო გამარჯვება, 1.64 კოეფიციენტი აქვს. არ არის ცუდი კოეფიციენტი საერთოდ. შემდეგ ჩხუბი Amanda Lemos-ი, Alexia Tainara-ს წინააღმდეგ. Alexia Tainara ბევრად ახალგაზრდა მებრძოლია, ბევრად მოტივირებულია, მოჭიდავე გრეპლერია, აქვს ის სტილი, რა სტილიც ყოველთვის პრობლემებს უქმნის Amanda Lemos. Amanda Lemos 39 წლისაა, უკვე ასაკშია, ძალიან მარტივია, Alexia Tainara უნდა დარჩეს ამ ჩხუბში გამარჯვებული. მომწონს ძალიან Alexia Tainara-ს კოეფიციენტი 1.39 აქვს უბრალო გამარჯვებას. არ ვიცი რატო აქვს ესე, ვფიქრობ უფრო დიდი ფავორიტი უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის. და ამ ჩხუბიდან ზუსტად ეს კოეფიციენტი მომწონს. შეიძლება submission-ით მოიგოს ან decision-ით. ესე უბრალო submission-ი არ ვიცი, 4.90 აქვს და decision-ს 2.10 აქვს. უფრო decision-ს ფიქრობენ, თუმცა ჩემი აზრით 50-50-ია, შეიძლება submission-იც აიღოს, ან შეიძლება decision-ით მოიგოს. შემდეგ ჩხუბი, ჩემი ყველაზე საყვარელი ჩხუბი ამ კარზე, Darren Elkins-ი, Yadier Delwales წინააღმდეგ, 6.25-ით. Darren Elkins-ი ჩემი პიკია, ამ ჩხუბს წურავ ამ კარზე, ძალიან რეალური მგონია, მართალია ბებერია Elkins-ი და დიდი გზა არ აქვს UFC-ში, ბევრი ისეთი მებრძოლი არ არის UFC-ში, ვისი დამარცხებას მას შეუძლია, მაგრამ Yadier Delwales ზუსტად ის ერთ-ერთია, ვისაც ბებერი Elkins-ი თავისი მძიმე ჭიდაობით 3 რაუნდიანი decision-ით მოუგებს. Delwale ერთპიროვნულად მოჭიდავეა, სხვა არაფერი შეუძლია, თან არ არის კარგი მოჭიდავე, აქეთ ადვილად ეჭიდავებიან, ნახეთ წინა ჩხუბში. Jordan Levitt-მა მოპარული ჟეშტი ვითათრია 3 რაუნდი, უბრალოდ პასუხი არ ქონდა Yadier Delwales მაგ ჩხუბში. თან Levitt-ის საერთოდ არ არის მაგდონის მოჭიდავე და მაგდონის მებრძოლი, რომ ესე ადვილად გადაგიაროს. მე დავინახე იმ ჩხუბში Delwales-ის სუსტეები და ვფიქრობ, რომ
დარენ ელკინსაც შეუძლია ზუსტად იგივე გაუკეთოს დელვალეს, რაც ჯორდან ლევიტმა გაუკეთა. თან დელვალეს უყვარს ეს გილიოტინაზე შეხტომები, ფიქრობ რაღაც მომენტში აუღებს კისერს, შეახტება და დარენ ელკინსი არის უკვდავი კაცი, შეუძლებელია მისი დაფინიშება, ფიქრობ ამოიღებს თავს დარენ ელკინსი, ზევიდან იქნება და გამოიყენებს ამ თავის top controls. აიღებს ქულებს, მოიპარავს რაუნდებს და დარჩება გამარჯვებული. ნახეთ თუ არ გაუწურო ეს პოზიცია ამ ქარდზე. არ მინდა არანაირი დამატებითი პოზიცია, 6 და 25 აქვს დარენ ელკინსის უბრალო გამარჯვებას. და ბოლოს მივოდექით მთავარ ჩხუბს ქვილიან სალკილდი, მათეუშ გამროტის წინააღმდეგ. ქვილიან სალკილდი ამ ქარდზე არის ჩემი ლოქი. ფიქრობ, აუცილებლად მოუგებს მათეუშ გამროტს. 1.72 აქვს კოეფიციენტი უბრალო გამარჯვებას. შვენიერი კოეფიციენტია, ფიქრობ სალკილდი დგომში უკეთესია, უკეთესი გრეპლინგი აქვს და ჭიდაობაში ვფიქრობ გამროდი ცოტა უკეთესია, მაგრამ არ ჩამოუვარდება არაფრით სალკილდიც. ყველაზე მარტივი გზა სალკილდისთვის იქნება დაიცვას ტეიქდაუნებისგან თავი, დგომში დატოვოს ჩხუბი და დგომში გადაუვაროს გამროდს. ფიქრობ ფინიში ძალიან რეალურია, 5 რაუნდიანი ჩხუბია და რაღაც მომენტში რაღაცაზე დაიჭერს სალკილდი, დაიცავს ტეიქდაუნებისგან თავს და დაანოკაუტებს. შეიძლება იმასაც არ გამოურიცხავ, რომ ძირს გადავიდეს ჩხუბი, სკრემბლები ვნახოთ ძირს, რაღაც მომენტში აუღოს ზურგი სალკილდმა გამროდს და საბმიშენითაც დააფინიშოს. ამიტომ ყველაზე მეტად ამ ჩხუბში მომწონს ქვილიან სალკილდის გამარჯვება ფინიშით 2.25 კოეფიციენტია. ქვილიან სალკილდის ფინიში არის ჩემი ლოქი ამ ქარდზე. სულ ეს იყო ჩაუყევით სალკილდი გამროდის ქარდს. გითხარით ყველა ის პოზიცია, რაც განსაკუთრებულად მომწონს, შეგიძლიათ თქვენ თვითონვე გადაათამაშოთ ეს პოზიციები, რა თქმა უნდა თუ მოგწონთ ჩემი ნალაპარაკები და ნააზრევი და შეკრათ რაღაც ბილეთი, თუ პირადად ჩემი ბილეთები გაინტერესებთ, შემომიგდეთ დონაცია, მიუთითეთ მეილი და ჩაგიყრით, შეგიძლიათ პირდაპირ გადაწეროთ. და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ჩემ პიკებზე, ჩემ პოზიციებზე და როგორი პიკები გაქვთ თქვენ ამ ქარდისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.